2020 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 35. კასიხისტის ზამბარაზე მიმაგრებულია M მასის ბურთულა, ბრუნავს წრეწირზე ჰორიზონტალურ სიბრტყეში, გარკვეული კუთხურის სიჩქარით. ზამბარის სიგრძე გაუჭირველ მდგომარეობაში უდრის L-ს, K, L და M სიდიდეებიდან, რომელზეა დამოკიდებული ნახატზე ნაჩვენები H სიმაღლე. მოცემული გვაქვს კასიხისტის M მასის ბურთულა, რომელიც გარკვეული კუთხურის სიჩქარით ომეგათი აღნიშნოთ, ომეგას სიჩქარით მოძრაობს, კუთხურის სიჩქარით მოძრაობს, ბრუნავს და ზამბარის სიგრძე გაუჭირველ მდგომარეობაში უდრის L-ს. ზამბარის სიგრძე ტოლი არის L-ის. K, L და M სიდიდეებიდან, რომელზეა დამოკიდებული ნახატზე ნაჩვენები H სიმაღლე. კარგით, მოდით ახლა ეს ნახაზი ცოტათი გავადიდოთ. ეხლა ამ M-ას სხეულზე ცხადია მოქმედებს სიმძიმის ძალა mg. ამასთან გაჭიმვის შემდეგ ზამბარაში აღიძვრება F დრეკადობის ძალა, რომელიც სიდიდით F დრეკადობის ძალა ტოლი იქნება kx-ის. ამასთან მოდით ღერძები შემოვიტანოთ, მოდით x, y ღერძი ავიღოთ ვერტიკალურად ზემოთ მიმართოთ. ეს კუთხე თუ არის ალფა, შესაბამისად ეს კუთხეც იქნება ალფას ტოლი. x ღერძი მიმართოთ ჰორიზონტალურად მარცხნივ x-ი, ეს იყოს ამ წრეწირის, რომელზეც ბრუნავს ამ სიბრტყეში იმის რადიუსი, ერით აღნიშნოთ. და მოდით დავწეროთ ამ ბურთულის წონასწორობის პირობა. დრეკადობის ძალის y მდგენელი აწონასწორებს m შეძალას, რადგანაც სისტემა წონასწორობაში არის, შესაბამისად f დრეკადობა კოსინუს ალფა გაწონასწორებული იქნება mg ძალით, საიდანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დრეკადობის ძალა kx-ის ტოლია, გამოგვივა, რომ kx კოსინუს ალფა უდრის mg-ს. ამასთან, რადგანაც სიბრტყეში ამ ბურთულას რაღაც გარკვეული ცენტრისკენული აჩქარება აქვს, ცენტრისკენული აჩქარება ტოლი იქნება ომეგა კვადრატ r-ის, ხოლო რაც შეეხება დრეკადობის x მდგენელს, f დრეკადობა სინუს ალფა ტოლი იქნება ნიუტონის მეორე კანონიდან ცენტრისკენული ძალის, m აცენტრისკენულის, საიდანაც f დრეკადობის ძალა არის kx-ის ტოლი, kx სინუს ალფა ტოლი გამოგვივა m ომეგა კვადრატ r-ის. და მოდით ეს თუ არის მაგალითად პირველი განტოლება და ეს მეორე განტოლება გავყოთ პირველზე, მივიღებთ რომ kx სინუს ალფას შეფარდება kx კოსინუს ალფასთან, ტოლი იქნება kx სინუს ალფა არის m ომეგა კვადრატ r შეფარდებული k კოსინუს ალფასთან, რომელიც არის mg, საიდანაც kx-ები შეგვეკვეცება, m-ები შეგვეკვეცება და მივიღებთ რომ სინუს ალფა შევა კოსინუს ალფასთან, ესე იგი ტანგენს ალფა ტოლი იქნება ომეგა კვადრატ r შეფარდებული ჟ-ზე. და ეხლა ნახასიდან თუ გავითვალისწინებთ აი მართკუთხა სამკუთხედში ალფა კუთხის ტანგენსი ტოლი არის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიმდებარესთან, ესე იგი r შეფარდება h-თან, გამოგვივა რომ ტანგენს ალფას მაგალითად შევწევთ r შეფარდება h-თან, რომელიც თავის ტოლი იქნება ომეგა კვადრატ r-ის შეფარდება ჟ-თან. r-ები შევეკვეცება, საიდანაც გამოგვივა რომ h ტოლი არის ჟ-ს შეფარდებისა ომეგა კვადრატთან. ახლა ომეგა კვადრატი, ომეგა მოცემული კუთხური, ომეგა არის მოცემული კუთხურის სიჩქარე, შესაბამისად h დამოკიდებულია ჟ-ზე და კუთხურ სიჩქარეზე. ანუ k-ზე, l-ზე და m-ზე ამ სიდიდეებიდან გამოდის, რომ არც ერთზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად პასუხი არის a.